რა ტიპის ხმაური აწუხებთ თბილისელებს და როგორ აფასებენ ღამის საათებში საზოგადოებრივ სივრცეში ხმაურის აკრძალვას. დემოგრაფია და ეკონომიკა, როგორ აისახება ეკონომიკურ პროცესებზე საქართველოს მოსახლეობის შემცირება. სილვიო ბერლუსკონის საფეხბურთო კლუბ მილანში საკუთარ წილს ყიდის. ნახეთ დეტალები რამდენიმე წამში. მოგესალმებით, საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოდან და უცხოეთიდან ეთერში ეკონომეტრი მე დავით ლაბაძე ვარ. მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონე 0.3% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, აპრილში წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა. ტრანსპორტზე 1.8%-ით, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი 1%-ით. ამის პარალელურად საქსტატის ინფორმაციით ფასები 0.3%-ით შემცირდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. კერძოდ, რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე 2.7%-ით, ხოლო ბოსტნეულსა და ბახჩეულზე 2.6%-ით. ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე 5.2%-ით. რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე 1 დოლარი 2 ლარი და 32 თეთრი ღირს. 1 ევროს ღირებულება კი 2 ლარი და 58 თეთრი იქნება. აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა. დღეს ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 33 თეთრი ღირს, ხოლო 1 euро 2 ლარი და 62 თეთრი. ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. რაც შეეხება ლარის კურსს, დღესდღეობით ყველა მაჩვენებელი, რაც შეეხება ტურიზმის და ვიზიტორების შემოდინებას, საპრივატიზაციო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა და უშუალო შედეგები უკვე არის, მაგრამ კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში, ამიტომ ჩვენ შემდგომ დევალვაციას არ ველოდებით და მინდა ვთხოვ ასევე ყველა მედია საშუალებას, რომ მაქსიმალურად შეეცადონ, რომ ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება. ინოვაციური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორიის GeoLab-ის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. GeoLab-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GeoCell-ისა და Livingstone-ის ერთობლივი პროექტია, რომელიც სააგენტოს კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. მსურველები შეძლებენ 5 სხვადასხვა მიმართულებით დაეუფლონ მათ მიერ შერჩეულ სპეციალიზაციას. ეს მიმართულებებია 3D დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, პროგრამირება, ელექტრონული პლატფორმები, პროგრამული პროექტების მართვა. GeoLab-ი არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს სხვადასხვა საინტერესო და ინოვაციურ პროექტის განხორციელებისთვის. ეს ლაბორატორია სტუდენტების გარდა სხვა მოქალაქეებსაც უმასპინძლებს, ვისაც ექნება სურვილი, რომ დაეუფლონ სხვადასხვა მიმართულებებს. GeoLab-ის საუკეთესო გზაა სტუდენტების იდეების განსახორციელებლად. ჩვენ დავეხმარებით სტუდენტებს, რათა მათ შეძლოს საკუთარი ინოვაციების განხორციელება, საკუთარი პროფესიული წინსვლისთვის. ეს იყო საქმიანი შეხვედრა სტუდენტებთან და პოლიტიკოსებთან მათივე უკეთესი მომავლისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia's წარმომადგენლებსა და ყატარის ტუროპერატორებს შეხვდა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების გასაცნობად სპარსეთის ყურიდან საქართველოში 8 კაციანი ჯგუფი იმყოფება. 4 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ქუთაისი, წყალტუბო და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს. ავიაკომპანია Air Arabia's ორგანიზებული საინფორმაციო ტურის მიზნით სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. საქართველოს სტუმრად იმყოფებიან ავიაკომპანია Air Arabia's წარმომადგენლები და ტუროპერატორები ჯგუფი ყატარიდან. მათ უკვე დაათვალიერეს თბილისი, გორი, ქუთაისი და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები საქართველოში. ჩვენთვის სპარსეთის ყურის რეგიონი ერთ-ერთ მიზნობრივ ბაზას წარმოადგენს და მსგავსი ტიპის საინფორმაციო და გაცნობითი ტურების ორგანიზება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სპარსეთის ყურიდან ტურისტების რაოდენობის დასს. რა ტიპის ხმაური აწუხებს თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად, როდიდან შევა ძალაში ხმაურთან დაკავშირებული სანქციები და რა თანხის გადახდა მოუწევთ ჯარიმის სახით კანონის დამრღვევებს. თემის შესახებ ანიმა იზრიშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში კაფე-ბარების მატებასთან ერთად მუსიკის ხმით შეწუხებული მობინადრეების რიცხვიც გაიზარდა. მაისიდან თბილისის საკრებულოს ინიციატივით ძალაში ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები შევა. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებით, ნორმის მიხედვით დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე ხმაურის დონე 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. ღამის 12 საათის შემდეგ კი 30 დეციბელს. აქ საუბარია მხოლოდ იმ ხმაურზე, რომელიც არის განგრძობითი ხასიათის, რომელიც არის მართლაც და ზღვარს გადასული ეს ყოველივე, რომელიც არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, უბრალოდ დაისვენოს, არათუ დაიძინოს. კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ დედაქალაქის მაცხოვრებლებს აზრი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ჰკითხა. როგორც კვლევამ უჩვენა, მოსახლეობის 80% ახალ ინიციატივას დადებითად აფასებს. განსხვავება დაფიქსირდა ასაკებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო 55 წლის და უფროსი ასაკის თბილისელები უფრო პოზიტიურად აფასებენ ამ ინიციატივას და უფრო მეტად უჭერენ მხარს ამ რეგულაციების შემოღებას, ვიდრე უფრო ახალგაზრდა თბილისელები. ხმაურის ამგრძალავი რეგულაციები კაფე-ბარების გარკვეულ კატეგორიაზე იმოქმედებს. ყველაზე მეტად მოსახლეობის უკმაყოფილებას სწორედ ბარებიდან და რესტორნებიდან გამოსული ხმაური იწვევს. დადიანზე ცხოვრობს, ხოთა შორის და ახლა გახსნის კაფე. უბრალოდ ალბათ კი უნდა ისიამოვნოს ადამიანმა, მაგრამ რაღაც ან შეზღუდვა უნდა არსებობდეს, ან დროის ფაქტორი უნდა არსებობდეს, ან რაღაც ლიმიტი უნდა არსებობდეს. საშინელი ხმაური. ხო, ბავს ვერ დააძრე, მე მიჩვეული ვარ უკვე, მაგრამ თავიდან ძალიან გამიჭირდა. ეს მარტო ჩემი კი არა, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის პრობლემაც არის. მე ისეთ ადგილას ვცხოვრობ, ყოველთვის მაწუხებდა და კარგი იქნება თუ ღამის საათებში ან ხმას დაუწევენ, ან საერთოდ შეწყვეტა იმას, ასე ვთქვათ, მოღვაწეობას მუსიკალურს და ჩვენს დავისვენებთ. ჩვენ თბილისის მოქალაქეებს გვაწუხებს ზედმეტი ხმაური ეგრეთ წოდებული დიჯეების შემოქმედებიდან. 4 საათამდე, როდესაც მუსიკა არის, ჩვენ ძალიან წვალობთ, ვერ ვიძინებთ. რეგულაციები ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევა და ახალი კანონის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკურ პირს ჯარიმის სახით 150-დან 300 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირს 500-დან 1000 ლარამდე გადახდა მოუწევს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგებით საქართველოს მოსახლეობამ 3.729.500 ადამიანი შეადგინა. აქედან 52.3% ქალია, 47.7% კი მამაკაცი. ქვეყნის მოსახლეობის 42.6% სოფლად მაცხოვრებელია, 57.4% კი ქალაქში ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 10 წლის მანძილზე 14.7%-ით არის შემცირებული, თუმცა როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, მოსახლეობის რაოდენობის კლება არ არის გამოწვეული სიკვდილიანობის მატებით, პირიქით 2009 წლიდან ფიქსირდება დაბადებულთა მკვეთრი მატება. 2014 წელს ემიგრანტების რიცხოვნებამ 88.704 კაცი შეადგინა, იმიგრანტებისამ კი 82.161. ამასთან ემიგრანტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთსა და თურქეთზე მოდის. როგორ აისახება უარყოფითი დემოგრაფიული სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია ოთარ ანგურიძე, თსეუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ეკონომისტი. მოგესალმებით. მოგესალმებით. ქვეყნის მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში თითქმის 15%-ით შემცირდა. თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს შემცირება ჩვენაირი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაზე და რაზე მიუთითებს ეს ციფრები ზოგადად? მოგესალმებით ისევ და ისევ. უპირველესად მე ვიტყოდი, რომ როდესაც დაიწყო ამ კვლევის ჩატარება, ამ აღწერის ჩატარება, პროფესიულ წრეებში არავისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა იქნებოდა 4 მილიონზე ნაკლები, თუმცა ზუსტი ციფრის დასახელება ყველას უჭირდა. როდესაც დაიდო წინასწარი მონაცემები, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პროფესიულ წრეებში არსებული პროგნოზი გამართლდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ციფრები მიუთითებს ზუსტად იმ ვითარებას, თუნდაც ეკონომიკურს, თუნდაც პოლიტიკურს, რომელიც იყო საქართველოში 2002 წლის შემდგომ. თუნდაც ის ფაქტორიც, რომ 2002 წლის შემდეგ, ანუ გაეროს ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს უნდა ჩაეტარებინა 10 წლის შემდეგ, მსგავსი ტიპის აღწერა აღმოჩნდა, რომ საქართველოს არ აქვს ჩატარებული და რომ არა ეს ხელისუფლების ცვლილება საქართველოს ჰქონდა რისკი იმისა, რომ შესულიყო შავ სიაში ამ გაეროს მონაცემები, სადაც გაეროს შესაბამისად. ანუ ეს ყველაფერი ბუნებრივია იყო ასახვა ამ ბოლო 10 წლის პერიოდის, რაც ხდებოდა საქართველოში.
ხოლო როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, ბუნებრივია აისახება პირველ რიგში ეკონომიკურ მაჩვენებლებში, რომელიც ძირითადად ითვლება ერთსულ მოსახლესთან მიმართებაში, კერძოდ ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტი გაიზრდება და ეს მაჩვენებელი ჩვენ გვექნება გაზრდილი. გასაგებია ბატონო ოთარ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არც სიკვდილიანობას მოუმატებია და შობადობა პირიქით გაიზარდა, გამოდის, რომ შემცირება პროდუქტიული სამუშაო ძალის ხარჯზე მოხდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გარეთ გაედინება შრომისუნარიანი მოსახლეობა. თუ ეს პროცესი არ შეჩერდება, როგორი იქნება მისი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები? დიახ, მე უფრო დავაზუსტებ ამ აღწერის შედეგად ასაკობრივ ჯგუფს დავყოფთ. ყველაზე დიდი მაჩვენებელი მერყეობს 50-დან 59 წლამდე ასაკის მოსახლეობაში და სწორედ ძირითადი გასული მოსახლეობა არის შრომის ანაზღაურების მქონე ახალგაზრდობა, რომლებიც ძირითადად ქმნიან პროდუქტს, ანუ მათ შეწევთ უნარი შექმნა პროდუქტი, რომელიც პირველ რიგში ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი, რადგან მათი შექმნილი პროდუქტი აისახება ეკონომიკურ განვითარებაზეც, ეკონომიკურ ზრდაზეც. აქ საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ თვითონ როგორც გაზრდილი, ასევე ემიგრაციის რაოდენობაც, ასევე თვითონ შემოსული მოსახლეობაც არის გაზრდილი და ეს პერიოდი შესაძლოა უფრო გაგრძელდეს, თუ არ შეუწყო ამ ყველაფერს სწრაფმა ეკონომიკურ ზრდამ და განვითარებამ ხელი. მე უფრო მეცაც ვიტყოდი, მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელიც ახლა არის დაწყებული, ეს რომ ყოფილიყო თქვათ რამოდენიმე წლის წინ, ჩვენ უფრო დიდი მაჩვენებელი გვექნებოდა ქვეყნიდან გასულების და ჩვენ სწორედ იმ პერიოდში ვართ ახლა, როდესაც დგება დღის წესრიგში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი და თუ ხელისუფლებამ ამ პროცესს არ აუწყოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ჩვენ უფრო სწრაფ შედეგს მივიღებთ, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდშიც. გასაგებია, ეკონომისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ის ეკონომიკური გარემო, რომელშიც ბოლო 10-12 წელიწადია ვცხოვრობთ, ხელს უწყობს ადამიანების თავისუფალ მიგრაციას. გასაგებია, რომ უფრო მდიდარ ქვეყნებში დასაქმების პერსპექტივა იზიდავს ჩვენს მოსახლეობას, მეორეს პროექტის სახეზეა აზიის ქვეყნებიდან სამუშაო ძალის შემოყვანის ტენდენცია. ხომ არ ქმნის ეს გარკვეულ საფრთხეს, რომ ადგილობრივ კადრებს უფრო შეუმცირდეს დასაქმების პერსპექტივა? ეს საფრთხე არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიან მსოფლიოში არსებობს. მოგეხსენებათ, გლობალიზაციის პერიოდია, ეპოქა და ამ პერიოდში თავისუფალი გადაადგილება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ერთ-ერთი ხელშესახები ფაქტორია იმ სწორედ გლობალიზაციური მოძრაობისა. მსგავსი პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ თვითონ განვითარებულ სახელმწიფოებშიც დგას. აქ მთავარია თვითონ ხელისუფლებამ და სახელმწიფომ შეუქმნას ის ეკონომიკური ვითარება საქართველოს მოსახლეობას, რომ მათ არ ქონდეთ იმის განცდა, რომ თქვათ დატოვონ და შრომის უნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი გავიდეს ქვეყნის გარეთ და მათ იქიდან დაიწყოს შემოგზავნა. თუმცა ამასაც აქვს თავისი ეფექტი. ჩვენ თუ გადავხედავთ მაგალითად ბოლო პერიოდში გზავნილების მაჩვენებლებს, რომელ ქვეყნებშიც არის გაზრდილი მოსახლეობა, ანუ ემიგრაცია, სადაც უფრო ფართო მასშტაბითაა ჩვენი წარმოდგენილი, სწორედ იმ ქვეყნებიდან მოდის უცხოური გზავნილებიც, რაც პირველ რიგში ისევ ჩვენ ეკონომიკაში ხმარდება. თუმცა აქ ეკონომიკური განვითარებისთვის მთავარი არა გზავნილები, არამედ ადგილზე შეიქმნას სამუშაო ძალაც და ადგილზე შეიქმნას ეკონომიკა და ახალი პროდუქტები. რაც შეეხება საფრთხეებს, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ადგილობრივ კადრებს საფრთხე შეექმნათ? რა თქმა უნდა, არსებობს ამის საფრთხეც. ამის დაცვის მექანიზმი საკმაოდ რთულია. ერთადერთი მექანიზმი ამის დაცვის არის ის, რომ ძირითადი ფინანსები ჩაიდოს განათლების სისტემაში და სწორედ განათლებული და კვალიფიციური კადრი იქნება იმის მძლავრი კონკურენტი, რომ ქვეყანაში ადგილობრივმა კადრებმა გაუწიონ უცხოურ კადრებს. სერიოზული კონკურენცია და მხოლოდ ამ გზით ეს გზა არის ყველაზე ოპტიმალური გზა, რომ დაბალანსდეს კონკურენცია ადგილობრივ და შემოსულ კადრებს შორის. გასაგებია, არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება რომ მოხდეს, ურბანული ტიპის ინფრასტრუქტურის სახელმწიფოზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. არა და აღწერის წინასწარი მონაცემებით, სოფლად მცხოვრები ადამიანების რიცხვი მართალია შემცირდა, მაგრამ დასაქმების მაჩვენებლის მონაცემებით დასაქმების ნახევარზე მეტი სწორედ სოფელზე მოდის. რაზე მიუთითებს თქვენი აზრით ეს დისბალანსი? ეს დისბალანსი მე საუბრის დასაწყისში წავხსენე, რომ ეს მიუთითებს იმ პოლიტიკაზე, რაც იყო საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ანუ მხედველობაში მქონდა, რომ იქ თუ არ არის კონკურენტული გარემო, ანუ ძირითადად სოფლად ბუნებრივი არ იყო პრიორიტეტი გრანდიოზული შენობების აშენების
არ იყო პრიორიტეტი განხორციელებულიყო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასეთ შემთხვევაში ძირითადად ტოვებდა მოსახლეობა, სოფლებს და რაიონებს. თუნდაც ჩვენ რომ ნახოთ იგივე ვთქვათ ურბანული დაყოფის მიხედვით როგორ არის ხომ აბსოლუტურად ყველგან არის კლება როგორც სოფლად ასევე ქალაქად და ერთადერთი რეგიონი სადაც არის ზრდა ეს არის თბილისში მოხდა ზრდა ესეც გასათვალისწინებელი მიზეზების გამო რომ ყველა ცდილობს თბილისში ჩამოვიდეს ანუ ვისაც არ აქვს საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა ის ყოველთვის ცდილობდა ჩამოსულიყო თბილისში და აქ მოეხდინა საკუთარი რეალიზაცია რათა მას შემდგომ ჰქონოდა გარკვეული ეკონომიკური სტაბილურობა ну საოჯახო სტაბილურობა ასე რომ ვთქვათ როგორც წესი საქართველოში ვერ ხერხდება სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება ხანგრძლივი ვადით. ამჯერად ლარის გამო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა მოსახლეობა თუ გამოიწვევს ეს პროცესი შრომით მიგრაციის ახალ ტალღას როგორ ფიქრობთ? ამ ეტაპზე მე ვფიქრობ რომ ნაკლებად გამოიწვევს იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი პრობლემა არა საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში დგას და ძირითადად იმ ქვეყნებში სადაც ჩვენი ემიგრანტები მიედინებიან მხედველობაში მაქვს რუსეთი და თურქეთი თუნდაც იგივე უკრაინის მაგალითი რომ ნახოთ იგაცილებით უარესი მდგომარეობაა ვიდრე საქართველოში თუმცა აქ მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე პირველ რიგში უნდა იყოს პასუხისმგებელი ეროვნული ბანკი იგივე ლარის სტაბილურობაზეც და აქ მთავარი პასუხისმგებელი და მთავარი ვექტორი დატვირთვა გადადის ეროვნულ ბანკზე და აქ მის მთავარ მოქნილ პოლიტიკაზეა დამოკიდებული ამ შემთხვევაში თვითონ ლარის სტაბილურობის თემაც. ძალიან დიდი მადლობა ოთარ ანგურიძე თსეუს ანალიზსა და პროგნოზირების ცენტრის ეკონომისტი იყო ეკონომისტრის სტუმარი გამოშვებას კი მსოფლიო ეკონომიკური სიახლეებით განვაგრძობთ. სილვიო ბერლუსკონი მილანის საფეხბურთო კლუბის წილის გაყიდვას აპირებს. ტაილანდელი ინვესტორის განცხადებით მან უკვე მიაღწია იტალიის ექს-პრემიერთან პრინციპულ შეთანხმებას. მხარეები ჯერ კიდევ მოლაპარაკებების სტადიაში არიან, ამიტომ უცნობია გასაყიდი წილის მოცულობა და მისი ღირებულება. მილანის საფეხბურთო კლუბი ბერლუსკონიამ 1986 წელს შეიძინა და იგი 856 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბრიტანული HSBC სათაო ოფისის ადგილმდებარეობის შეცვლის საკითხს განიხილავს ბანკის სათაო ოფისი, რომელიც 1990 წელს ჰონკონგიდან ბრიტანეთში გადაიტანეს, შესაძლოა ისევ უკან დაბრუნდეს. გადაწყვეტილების მიღება სავარაუდოდ 6 თვე დასჭირდება. ბოლო 2 დეკადის მანძილზე ბანკმა აზიის მიმართულება გააფართოვა და დღეის მდგომარეობით მოგების 73% სწორედ აზიაზე მოდის. შესაბამისად, ბანკის მენეჯმენტის განცხადებით სასურველია ბანკი უკეთ იყოს წარმოდგენილი მისი მომავალი წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბაზარზე. ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები და ფინანსთა მინისტრები ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით მოთხოვნის წახალისებას გეგმავენ. ამის შესახებ ჩრდილოეთ აზიის 3 წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა აზიის განვითარების ბანკის 4 დღიან შეხვედრაზე განაცხადეს, რომელიც ბაქოში გუშინ დაიწყო. მათი აზრით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ წამყვან წინაპირობად სტრუქტურული რეფორმები რჩება, ხოლო რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, იგი ფრთხილი და მოზომილი უნდა იყოს. წამყვანმა შვეიცარულმა ბანკებმა, UBS-მა და Credit Suisse-მა შესაძლოა საინვესტიციო მიმართულების აქტივები გაერთიანონ, რაც ანალიტიკოსების აზრით ბაზარზე ყველაზე მსხვილ მოთამაშეს გააჩენს. ინვესტორ ნაიტ ვინკეს აზრით, UBS-ისთვის უმჯობესი იქნება თუ საინვესტიციო მიმართულებაზე ან უარს იტყვის, ან რომელიმე სხვა ბანკთან გააერთიანებს და შესაბამისად ფოკუსის მიმართავს ქონებისა და აქტივების მენეჯმენტზე. ვიდრე ვინკე ვარაუდობს, რომ შერწყმას ორივე ბანკისთვის ძალიან დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, თუმცა UBS-ის პოტენციურ პარტნიორებად სხვა საერთაშორისო ფინანსური ჯგუფებიც განიხილება, როგორებიც არის მაგალითად გერმანული Deutsche Bank. Last year to US, British, Swiss and German regulators to settle scandals. They included alleged manipulation. დღეისათვის სულ ეს იყო პირველი არხის ეთერს განაგრძობს კომუნიკატორი, რა თემებზე ისაუბრებენ გადაცემაში მისი წამყვანი გვეტყვის სერგი მოგესალმებით. მოგესალმებით დავით, დღეს ტრადიციული ინტერნეტ სკანირების პრინციპით გასულ შაბათ-კვირას დაგროვილ სამამულო და სოფლიო სიახლეებს მიმოვიხილავთ. ღვინის კლუბის დამაარსებელთან ერთად გავარკვევთ რა სიახლეები გველოდება წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც ამ კვირის ბოლოს გაიმართება. ვისაუბრებთ გაეროს მიერ დაგეგმილ საგზაო უსაფრთხოების მესამე კვირეულზე, რომელიც დღეს დაიწყო. კომედი არტისტებთან ერთად ვიმსჯელებთ არსებობს თუ არა ჩვენს ქვეყანაში ჟანრის სცენის იუმორი. ძალიან ბევრი მუსიკა გვექნება გადაცემაში.
განმავლობაში და რასაკვირველია ინტერაქცია ჩვენ შევეცდებით დავამყაროთ კონტაქტი თქვენთან ტელეფონის ნომერზე 24930 ან ინტერნეტში facebook.com/კომუნიკატორზე. სულ ცოტა ხანში დავბრუნდებით პროგრამით კომუნიკატორი. ძალიან დიდი მადლობა. ეს სერგი გვარჯალაძე იყო, კომუნიკატორი რამდენიმე წუთში დაიწყება. მე კი ხვალამდე გემშვიდობებით ერთმანეთს 16 საათიანი მომბის დასრულების თანავ შევხვდებით. ნახვამდის.